რაც შეეხება ჩვენ განათლების დაანონსებულ რეფორმას, რომელსაც ხათაშვილის არც თუ უსამართლოდ შერჩა ის სახელი დეფორმა, ჯერჯერობით სიახლე იქ თითქოს არაფერი არ არის, გარდა ერთისა, რომ თებერვლის დასაწყისში რომ უნდა გვცოდნოდა ჩვენ უნივერსიტეტებს რა ფაკულტეტები, რა მიმართულებები და რამდენი ადგილი გვექნებოდა, ის იმის თარიღმა გადაიწია. მარტში გვეცოდინება ეს, რაც რა თქმა უნდა იწვევს ბუნდოვანებას, დაბნეულობას აბიტურიენტებში, მათ ოჯახებში და პროფესორ მასწავლებლებში. ძალიან რთულია ეს მუშაობა, წელი დაიწყო და როგორ უნდა დავდგეგმოთ კვლევა, სასწავლო საჭიროებები, ჯერჯერობით გაუგებარია, ბიუჯეტი. წინასთან შესუპირველ ეტაპზე რაც ითქვა, რომ აი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი სრული გაუგებრობა, აი წარმოუდგენელი, აბსოლუტურად არაფერს რო არ ემყარება ისეთი. ამასთან დაკავშირებით, თქვათ, კარგია ის, რომ აი ხა მაგალითად დაბეჭდებით გითხრეს, რომ საერთაშორისო ორმაგი ხარისხის პროგრამები, ერთობლივი პროგრამები და საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამების განხორციელების უფლება ექნებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, აი ამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მიუხედავად, მაგრამ იცით, აი ნახეთ, ეს კარგია ძალიან, მაგრამ ესეც ძალიან გაუაზრებელია. კარგია იმიტომ, რომ თავად სახელმწიფოს აქვს მაგალითად ამერიკულ აკრედიტაციებში ძალიან დიდი რესურსი ჩადებული, მათ შორის ფინანსური რესურსი სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაგრამ ნახეთ ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ ნახეთ ჩვენ ვახორციელებთ ფრანგულ და გერმანულ უნივერსიტეტთან ერთად, კლერმონის უნივერსიტეტი და ასევე არის მანჰაიმის უნივერსიტეტი. ახლო ატმოსფეროს პროგრამას, ახლო ატმოსფეროს მეცნიერებები ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჯანმრთელობაზე გავლენის, აი მთელი ნავიგაციის სისტემაზე გავლენის თვალსაზრისით. ეხლა რას ვეუბნებით ამ პროფესორებს, რომ თქვენ უფლება გაქვთ. თქვენ მოგცათ ფრანგულმა სააგენტომ და გერმანულმა სააგენტომ უფლება, რომ პროგრამა გქონდეთ, მაგრამ ქართული სააგენტო არ გაძლევთ ამის უფლებას, იმიტომ რომ რაღაცა ქალაქობანას პრინციპი მოიფიქრა განათლებაში, რომელშიც ეს არ ჯდება. ეს ხო აი სრული აბსურდია. ანარადე მაგალითად ლექსიკოგრაფიაში და ენის ტექნოლოგიებში ვახორციელებთ ჰუმანიტარიაში პროგრამას 6 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად და ვეუბნებით ამ პროფესორებს, ან უნდა ვუთხრათ, რომ იცით რა, თქვენ შეგიძლიათ იტალიის, გერმანულ ორ უნივერსიტეტთან, პორტუგალიის, უნგრეთის და პოლონეთის დიპლომებზე თქვენი ხელმოწერა გააკეთოთ, მაგრამ აი ქართულ დიპლომებზე თქვენი ხელმოწერა ვერ იქნება. თქვენ ვერ გეყოლებათ სტუდენტები ამ მიმართულებით. რატომ? თუ კი ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებს ანდობენ და წამყვანი სააგენტოები მათ სტუდენტებს, ჩვენ რატო არ უნდა მივცეთ მათ უფლებას? ხო, და შენ თუ აღიარებ ამას. აი ეგ არის სწორედ რომ გააზრებული არ არის ეს პროცესები, ხო? და ეს ძალიან ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ კომისია, სამთავრობო კომისიაში ვიცით ხო, ვინც შედის, ესენი არიან მინისტრები, ძალოვანი მინისტრები, ქალაქის მერი და მათ სადაც არ უნდა მუშაობდნენ, გიორგი, ვერაფრით ვერ გაერკვევიან ისინი ამ დეტალებში. ან ერთი პროგრამაა კიდე საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, ჩვენთან სადოქტორო საფეხური უფასოა და გენტის, მიუნსტერის და გეტინგენის უნივერსიტეტთან ვახორციელებთ ამაზე 12 სხვადასხვა მიმართულებით გავცემთ ერთობლივ ხარისხს. აი ამ 12 მიმართულებაში იწყება ადრეული კოსმოლოგიიდან და მთავრდება სინტაქსის თეორიებში. გაერთიანებულია 30 მიმართულების პროფესორი. მეტი მიმართულება არც აგვაქვს უნივერსიტეტში. საუკეთესო პროფესორები არიან გაერთიანებული და რას ვეუბნებით იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გენტის უნივერსიტეტთან ერთად გასცეთ ხარისხი, მაგრამ ქართული სააგენტო არ გენდობათ, სიჯიშია ეს, აი რანაირად უნდა ავუხსნათ ეს პროფესორი. მე ეს გარდა ამისა ძალიან შეურაცხმყოფელი ამ ადამიანებისთვის და მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა აუხსნას ეს სამინისტრომ, ის არის განმახორციელებელი, ხო? როგორ უნდა აუხსნას ის იმ პროფესორს, რომელიც გენტის უნივერსიტეტის დიპლომს აწერს ხელს და მას უკრძალავს, რომ შენ ვერ მოაწერ ხელს ქართული უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის დიპლომს, იმიტომ რომ მე ასეთი წესი მოვიფიქრე, რომ ეს შენობები უნდა გავყიდო და სადღაც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. გაუაზრებელია ეს ყველაფერი. უშინდელი რექტორთა საბჭოს სხდომის პარალელურად გავრცელდა ასეთი ინფორმაციები, რომ ილიაუმთან დაკავშირებით
რადგან პროფილურობაზე კეთდება აქცენტი და ერთი უნივერსიტეტი, ერთი ქალაქი და ასე შემდეგ, რომ ეს კომპლექსური სწავლებისა და ფაკულტეტებისა ეს უნივერსალური მოდელი, რომელიც არსებობს, რომ ეს რადგან არ უნდა არსებობდეს, ამიტომ ძველი, როგორც თვითონ ეძახიან ტრადიციული, ანუ ამ შემთხვევაში მათი გაგებით პედაგოგიური ინსტიტუტის ფუნქციას უნდა დაუბრუნოს ასე. იყო რაიმე კონკრეტული საუბრები ილია უნის მომავალზე, პერსპექტივაზე თქვენთან, როგორც რექტორთან და თქვენ სამეცნიერო საბჭოსთან, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, უამრავი პროფესორ-მასწავლებელი, სტუდენტები, პერსპექტივაში ვინც ფიქრობდა და ფიქრობს ილია უნის რესურსებში საკუთარი განათლების წილის მიღებას, ანუ ძალიან დიდი თემაა და მნიშვნელოვანი არის. უამრავი ადამიანი ბედთან არის დაკავშირებული. რა ეტაპზეა ეს კონსულტაცია? არა სამწუხაროდ გუშინ დაანონსდა აი ეს ცვლილება, რომ მარტისთვის გვეცოდინება და ასევე კიდე ყველაზე მთავარი, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ წარმოვიდგინეთ, არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ყველა უნივერსიტეტში უნდა შეიცვალოს ეს პროგრამები, იმიტომ რომ ბაკალავრიატი 3 წლიან სწავლებაზე გადადის. ეს კერძო უნივერსიტეტებსაც კი, ყველას ეხება, ესე ხო არ იქნება, რომ კერძო უნივერსიტეტში 4 წლიანი იყოს და სხვა 3 წლიანი, იმას ყველა სახელმწიფოს ბეჭედი აქვს ხო და სახელმწიფო გასცემს იმ დიპლომს და ამიტომ ერთგვაროვანი უნდა იყოს ის. და გამოდის, რომ საქართველოში არსებული ყველა საბაკალავრო პროგრამა წამში ამას წლები ახორციელებს ცენტრი, უნდა გადაკეთდეს 4 წლიანი 3 წლიანად. და რა თქმა უნდა ეს შეცვლის პროგრამაში ბევრ რაღაცას. ჩვენი განათლება რო აღიარებულია, ჩვენთან მიღებული განათლება, იცით რატომ? იმიტომ რომ არსებობს ESG, ანუ ევროპის ხარისხის გაიდლაინები და პროცედურები, რომელთანაც თავსებადია ეს ჩვენი აკრედიტაციის სისტემა. და ამის მიხედვით ახლა გვეუბნებიან, რომ თუ შეიცვლება ეს პროგრამების შინაარსი, თუ არა და ისე შესაძლებელი იქნება, რომ ესე იგი გვაცნობოთ და განახორციელოთ, მაგრამ როცა შეიცვლება და მაგალითად ჩვენ პროგრამების შემთხვევაში ის ბევრი შეიცვლება. ონლაინ გაგატარებთ სწრაფ რეჟიმში აკრედიტაციას. ეს არის ყველაზე დიდი სწორედ იმ საერთაშორისო პროცედურების დარღვევა. ასე მისამშაბათები და ონლაინ გატარებულ პროცედურებს არ ცნობს ის საერთაშორისო აკრედიტაციის სისტემები და ეს ნიშნავს, რომ მთლიანად დავაყენებთ ამ ყველაფერს HQS და ეს ძალიან დიდი საფრთხე. მათ შორის დარტყმის ქვეშაც მე დღეს გავეცანი გერმანულ ასოციაციის განცხადება საკმაოდ ვრცელი იყო, სადაც ერთის მხრივ ზუსტად აი ამ თავსებადობის მოშლაზე არის აქცენტი გაკეთებული, მაგრამ საკმაოდ ღიად არის საუბარი მათ შეფასებით ნაწილში, რომ ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი არის და ამ მხრივ პოლიტიკური კონტექსტი, როგორც ჩანს, ჩვენი გერმანელი და ევროპელი მეგობრებისთვის ძალიან მკაფიოდ შესამჩნევი რამ არის. გუშინ იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ სახელოვნებო სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოისინჯა პირველ რიგში ამ ხაზის გატარების შესაძლებლობები, ბჭყალებში რო ვთქვათ და მაშინ, როდესაც ამ სახელოვნებო უნივერსიტეტის რექტორატმა დიდი ენთუზიაზმი არ გამოავლინა საპასუხოდ, იმიტომ რომ ეს უამრავ მართლაც გადაულახავს ითულესთან არის და თავის ხელით უნდა დაანგრიონ, აწლეულებს კი არა და ლამის უკვე 100 წლის ნაშენი ფაკულტეტები, მიმართულებები და უნივერსიტეტები, მაშინ უთხრეს, რომ იცით რა, მაშინ პროფილური სამინისტროები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროზე არის ლაპარაკი, ვინ უნდა იყოს პროფესორი და დანარჩენები როგორ უნდა ჩამოლაბორანტდნენ და დაჯერდნენ უკეთეს შემთხვევაში ასოცირებული პროფესორების სტატუსებს. ეს საერთოდ რა მოვლენა არის და როგორ ხედავთ ამის რეალიზებას პრაქტიკაში? ეს არის ანტისაუნივერსიტეტო და ანტიგანათლების მოვლენა ქვია ამას, იმიტომ რომ არავითარი მსგავსი რანაირად როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თანამედროვე სამყაროში როცა ფაქტიურად სპეციალობები კი აღარ არსებობს, არსებობს სპეციალობების აი ნაზავი, ხო? აღარ არსებობს დღეს უკვე ინტერდისციპლინური განათლების გარეშე. როგორ შეიძლება მთავრობამ განსაზღვროს ის, რაც სხვათა შორის კანონში რაც ჩაწერეს, რომ მთავრობამ უნდა განსაზღვროს მიმართულებები უნივერსიტეტებში და მით უმეტეს უნდა აირჩიოს პროფესორები. ჩვენთან არაფერი ამის მსგავსი ჯერჯერობით არ ყოფილა ნამდვილად საუბარი და წარმოუდგენლად მიმაჩნია მე ეს. უბრალოდ წარმოუდგენელია ამის შესრულება. რანაირად უნივერსიტეტის იდეას ეწინააღმდეგება ეს.
ზოგადად. და ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე ხედავ მართალი გეხოთ, ჩვენი პროფესორებიც ხედავენ, რომ უნდა შეჩერდეს ეს სრულად, ესეთი მომზადებლად, ყოვლად არაკომპეტენტურად დაწყებული პროცესი და მათ შორის ამ რაღაცა მართვის ბერკეტებზე დამყარებული პროცესი, უნდა დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, სადაც გადაწყვეტილების მიმღებები დაეყრდნობიან სწორედ დარგის სპეციალისტების აზრებს. აი ნახეთ მარტივი რაღაცა. გუშინ გითხრეს, რომ ჩამონათვალი რომელ პროგრამებში იქნება 4 წლიანი სწავლა. ამაში არ შედის მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფიზიკის პროგრამა, ქიმიის პროგრამა, ბიოლოგიის პროგრამა და ნახეთ, როდესაც გადაწყვეტილებას მიღებისას კი არ ეკითხები, თქვათ, ბატონ გია ჯაფარიძეს, ალექსანდრე ნერსესიანს, გია მაჩაბელს, რა ვიცი, თინა კახნიაშვილს, თემურ ზაქარაშვილი, სოფლიოში ცნობილ მეცნიერებს, რომელსაც წლები აქვთ გატარებული ოქსფორდის, კემბრიჯის, პენსილვანიის უნივერსიტეტში და იქ ეკითხებოდნენ მან, როგორ უნდა მოვაწყოთ ფიზიკის სწავლა და შენ განსაზღვრავ, რომ 3 წელიწადში ვასწავლი ფიზიკას. არ გამოვა ეს წარმატებული. ისინი ამ დროს იცით აპელირებენ მაგალითად ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის 3 წლიანი ბაკალავრიატი, მაგრამ ნახეთ, იქ სკოლაში პრეკალკულუსს სწავლობენ ბავშვები და ჩვენთან სოფლიო ბანკი ეს ნიშნავს, რომ ძირითადი მათემატიკური აპარატი, რომელიც აუცილებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ასათვისებლად, ჩვენ უნივერსიტეტში გვაქვს ეს კალკულუსი 1-2, იქ უკვე სკოლაში აქვთ ამათ ათვისებული და სოფლიო ბანკის კოლევა და ანგარიში, რომ ნახოთ, რომელიც ხათაშორის მთავრობისთვის მომზადა, იქ პირდაპირ წერია, რომ ჩვენი ეს 12 წლიანი განათლება, რომელსაც ახლა კიდევ ერთ წელიწადს მოაკლებენ, ის სინამდვილეში უდრის 8,300 წელს. დანარჩენი არის დაკარგული. იმიტომ რომ ვერ აღწევს ის მოსწავლე ამას და მთავარი მისი პრობლემა არის ელემენტარული მათემატიკური უნარების არ ქონა და ტექსტი წაკითხulis გააზრება. ახლა თქვენ რომ ეუბნებით, თქვა ბატონ გია მაჩაბელს ან გია ჯაფარიძეს, რომ აი ასეთი სტუდენტი რომ მოდის შენთან, მე კი ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ერთ წელს მოგაგ, როგორ უნდა იყოს ის წარმატებული? ვერ იქნება. ხო. ამიტომ არ შეიძლება ამ სფეროს რეფორმირება ასე სურვილით, რომ მე უნდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, ვინ დაინიშნება პროფესორად, რა ვიცი, მუსიკის ისტორიაში, ადრეულ კოსმოლოგიაში და ლექსიკოგრაფიაში. არ არსებობს ასეთი ფენომენი. ვერც ერთი მთავრობის წარმომადგენელი ვერ იქნება ასეთი. ამიტომ არსებობს უნივერსიტეტები და ამიტომ აქვს ამდენი წლის დამოუკიდებლობის და ინსტიტუციური ავტონომიის გამოცდილება, რომ ეს არის საუკეთესოდ ამისი მოგვარების საშუალება. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რაც უკავშირდება ფინანსურ კომპონენტს. ხელისუფლების დემაგოგიის მთავარი ხაზი მიმართულია უფასო უმაღლესი განათლების შემოტანაზე თითქოს. ის დაფინანსების მოდელი, რომელსაც ახლა უმაღლეს განათლების ნაწილში თავაზობს რეფორმის ინიციატორები ქვეყანას და საზოგადოებას, ფინანსური კუთხით, რას მოუტანს სტუდენტებს, რას მოუტანს პროფესორ-მასწავლებლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან ფენას ზოგადად საქართველოში ცოდნის შენარჩუნების და მისი აღწარმოების თვალსაზრისით. სამწუხაროდ ჯერ ახლა უფასო განათლება მართალი გითხრა ვერ ხვდები რას ნიშნავს, იმიტომ რომ განათლების ბიუჯეტი არ გაზრდილა. დაახლოებით იგივეა რაც იყო შარშან. და უფასოც არ არის, იმიტომ რომ ის ფულს ჩვენ ვიხდით. უფასოც არ არის ჯერ ერთი და მეორე ბიუჯეტი და დაფინანსება. ის წარმატებული სტუდენტები ფინანსდებოდნენ, ხო, სახელმწიფო აფინანსებდა ამას. რაც შეეხება ზოგადად სახელმწიფოს დამოკიდებულებას განათლების მიმართ. 2018 წლიდან მოყოლებული აი სტატისტიკის ეროვნული ბიუროს გვერდზე რო შეხვიდეთ და ნახოთ 2018 წლიდან მოყოლებული საქართველოში მშპ ანუ თლიანი შედარებული პროდუქტი გაიზარდა, ხო? მასთან და ბიუჯეტიც გაიზარდა. მასთან მიმართებით განათლების ბიუჯეტი შემცირდა. იმიტომ რომ 2018 წელს 0.53% თუ იყო განათლებაში. 2024 წელს არის 0.23%. თითქმის განახლება. რატომ? ის გაიზარდა, მაგრამ განათლებაში არაფერი არ მომატებია.
ხო? ეს არის დამოკიდებულება. მაგალითად, ეს არის რეალობა ციფრებში, რომელსაც რო უთხრათ. ლაპარაკს მიღმა სინამდვილეში, კლიენტში და პროდუქტის ტემპის ზრდასთან და ბიუჯეტის ზრდის პარამეტრებთან მიმართებაში განათლების დაფინანსება შენ ცირდა. აი, მშპ-სთან მიმართებაში ჩვენ ახლა 0.22 გვაქვს. და ამით სამხრეთ აფრიკის ქვეყნები გვჯობნის. ვილნიუსის უნივერსიტეტს ყოველწლიურად ლიეტუვის სახელმწიფო აფინანსებს 168 მილიონი ევროთი. ეს არის დაახლოებით 500.000-ზე მეტი, ხო? და მშპ იქ დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვენსაზე, მეტი კი არა. ერთ უნივერსიტეტს აფინანსებს და საქართველოში მთელი განათლების ბიუჯეტი არის 165-168 მილიონი, მეტი არა. აი ეს არის ფინანსურად რიცხვებში გამოხატული და ისე მინდა ყველას ვუთხრა რომ და ამაზე აუცილებლად დავიწყებთ ჩვენ საჯაროდ საუბარს რა საზოგადოებრივ სიკეთეებს ქმნიან უნივერსიტეტები და ის კვლევა. მთელი შავი ზღვის ჩვენი ეკვატორი რო ყველაზე დაბინძურებულია ერთადერთი უნივერსიტეტია მათ შორის, რომელსაც კვლევით იგებენ და ყოველწლიურად იმის მონიტორინგს აკეთებს. და იცით რას აკეთებენ ისინი? აი კვლევები იბეჭდება Science-ში, შეგიძლიათ წაიკითხოს და მათაც წაიკითხონ, რომ ცოტა ხანში ეს თუ ასე გაგრძელდება, მთელი სანაპირო სიცოცხლისთვის საშიში გახდება. და ილიას უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს იმას, რომ იქ მკვდარი ვეშაპები გაკვეთონ და იმ ვეშაპებმა რაც შეჭამა, ის ცხოველებიც გაკვეთონ და ისინი იკოლიონ, რომ რა დაავადებები გვწოდება, იმის მიხედვით გააკეთონ პრევენცია. და გლაციოლოგიური ტბები რო არის მთელი კავკასიონის გაყოლებაში. აი ტრაგედია რამაც გამოიწვია შოუში. და ეს არსად არ წავა. ამას ვინ იკოლებს? ერთადერთი გლაციოლოგიური ცენტრია. ამაში სახელმწიფო ერთ თეთრს არ გვაფინანსებს, ერთი თეთრით არ გვაფინანსებს. იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ ამ შესაძლებლობების ქვეყანა თავისთავადაც, ხო? და ამას უნივერსიტეტები აკეთებენ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით. და ეს არ არის რაღაცა თაზე ვზივარ და მე რაც მაინტერესებს იმას ვაკეთებ. ეს არის პირველ რიგში ამ ქვეყანას რაც ჭირდება. ეგ რომ გადავრჩეთ იმის. მათ შორის ჩვენი ქვეყნის საცხოვრებლად ვარგისიანი რო იყოს ეს ქვეყანა და რო არ წაგოლეკოს იმ გლაციოლოგიურმა ტბებმა ამისთვის და არ შეიძლება ამისი ასე დაშლა ისე რომ არ კითხო არავის. გაბატონო, ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, ეს არის რა თქმა უნდა თქვენი ბოლო სტუმრობა და უახლოეს ხანებში კიდევ ველით. დიდი მადლობა თქვენ გაინტერესებისთვის. დადებით პასუხს, დიდი მადლობა, კარგი, ვერაფერი გითხარით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის რაც უთხარით ჩვენ საზოგადოებას. მე მგონი გამგებიც გაიგებს და ამ ქვეყნის არა მარტო განათლების დარგის გულშემატკივარი. გაბატონო ნინო დობორჯგენიძე